დაბა კიკეთის მოსახლეობისთვის დღეს განსაკუთრებული ზეიმია. უკვე წლებია დასახლებულ პუნქტთან ახლოს მოქმედი ეკლესია არ იყო და ადგილობრივებს ღვთისმსახურებაზე დასწრება სხვადასხვა ტაძრებში უწევდათ. წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძარი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა. ტაძარში პირველი ღვთისმსახურება სენაკის, ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა შიომ და გარდაბნისა და მარნეულის მიტროპოლიტმა ივანემ აღასრულა. წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად წმინდა ექვთიმე ღვთისკაცისადმი სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. ტაძრის მშენებლობას საძირკველი 3 წლის წინ ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინიციატივით ჩაეყარა. ეს არის ბედნიერი დღე მთელი საქართველოსთვის. აშენდა ეს დიდებული ტაძარი და მით კიდევ ერთხელ ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მოიღოს წყალობა საქართველოსაზე და ბიბლიაში წერია ჟამი არს შენებისა და ჟამი არს ნგრევისა. ჩვენ მოვესწარით, როცა ქართველი ადამიანი ანგრევდა ტაძრებს და მონასტრებს, ჩვენ მოვესწარით იმასაც, როცა აშენებდა და იცავდა. ჩვენი წარსული გვეუბნება ჩვენ, რომ ქართველი ადამიანი უპირველეს ყოვლისა იცავდა გარეშე მტრებისაგან ტაძრებსა და მონასტრებს. იცავდა იმიტომ, რომ ქრისტიანული მართლმადიდებელი სარწმუნოება არის საფუძველი ჩვენი და ჩვენი გადამრჩენი. ეს რომ არ ყოფილიყო, ეს აღარ იქნებოდა ქართველი ადამიანი დედამიწაზე. და ჩვენ ვამბობთ უფალს, რომ დადგა ის დრო, როცა ქართველი ადამიანი გამოფხიზლდა, გაიღვიძა იმ საშინელი ძილისაგან, რომელსაც ჩვენ უწოდებთ კომუნისტური რეჟიმი. მე მახსოვს ისეთი დღეები, როცა საქართველოს პატრიარქი ასრულებდა წირვა-ლოცვას სიონის საპატრიარქო ტაძარში და იქ იდგა 10-15 ადამიანი ლოცვა. მე მახსოვს ცარიელი ტაძრები, მაგრამ ჩვენ ვამბობთ უფალს, რომ დღეს ჩვენი მორწმუნე ხალხი ვეღარ ეკრევა ჩვენს ტაძრებში. აი, აშენდა ეს დიდებული ტაძარი. ბედნიერია ის ადამიანი და ის ოჯახი, რომელიც აშენებს ტაძარს. მე მინდა დავულოცო ბატონი ლევანი ვასაძე თავისი ოჯახით, დედმამით, ახლობლებით ღმერთმა შეუწიროს ეს ღვაწლი და მე მინდა სამსოვრად გადავწიო ტაძარს წმინდა სამების ხატი და პირადად ბატონს წმინდა ნიკოლოზის ხატი. თქვენ იცით ალბათ, რომ აქ არის შესანიშნავი სკოლა, აქვე ტაძართან ახლოს, რომელიც ასევე ბატონმა ლევანმა აშენა და დააარსა და ეს ტაძართან ერთად არის ესეთი ძალიან დიდი სულიერების და განათლების კერა და ჩვენ ყველანი ვზეიმობთ და
ვხარობთ ამის გამო და გილოცავთ ყველას. დიდი იმედია ჩვენი ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის. ატონი ლევანის ძალიან დიდი ძალისხმევით და ერისადმი სიყვარულის შედეგად აშენდა ასეთი უნიკალური ეკლესია, რასაც ქვია წმინდა ექვთიმე აღმსარებლის ტაძარი. ეს არის ჩვენთვის კიკეთელებისათვის უკეთესი საჩუქარი, რა უნდა გაეკეთებია საერთოდ ვინმეს, რაც ლევანმა თელ კიკეთს და თელ საქართველოს გაუკეთა ამით. არკიკეთის მაცხოვრებელი და ჩვენ მოქმედი ეკლესია დღემდე არ ქონია და ეხლა ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ეკლესია გაიხსნა და იხსნება დღეს და ყოველთვის ვივლი წირვებზეც და დავესწრები ყველა ლოცვებს და სულ ყველაფერს და მთელი სოფელი მოხარულია დღევანდელი დღის, რომ ეს ბრწყინვალე ეკლესია და ეს დღევანდელი დღე გაგვითენდა, რომ გვეღისა მოქმედი ეკლესია. ეკლესია სამთავისის ტაძრის არქიტექტურის მიხედვით აიგო. ტაძარში 3 ტრაპეზია და ის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის, წმინდა ექვთიმე აღმსარებლისა და წმინდა მოწამე დიმიტრი ყიფიანის სახელობის არის. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხო-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტაძრის წინამძღვრად მღვდელი ანდრია ჯაღმაიძე აკურთხა. ტაძრის არქიტექტურა აღებული არის სამთავისის ტაძრის ტიპი. ცოტა მასშტაბში არის შეცვლილი და გვერდით მიშენებული აქვს დამატებით ეკვტერები, 2 ეკვტერი. ძირითადად ტაძარი არის ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძარი, რამდენად ვიცით, მის სახელობის ტაძარი ჯერ არ აშენებულა. და გვერდით 2 ტრაპეზი, ერთი არის დიმიტრი ყიფიანის სახელობის და მეორე არის ექვთიმე კერესელიძის, ექვთიმე აღმსარებლის სახელობის. ეს 3 წმინდანი ერთმანეთს უკავშირდება საქართველოსთვის თავდადებული შრომით და მათი მთელი ცხოვრება იყო მიძღვნილი ქართული ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებების შენარჩუნებით. დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო მშენებლობა და დღეს არის ტაძრის კურთხევა და წირვა. მადლობა ღმერთს. ტაძარი არის ექვთიმე ღვთისკაცი თაყაიშვილის სახელობის და მას აქვს 2 ეკვტერი. ერთი არის ექვთიმე კერესელიძის აღმსარებლის და მეორე არის წმინდა დიმიტრი ყიფიანის. ამრიგად გამოვიდა ესეთი საოცარი თანამედროვე უახლესი ისტორიის 3 წმინდანის ტაძარი. ერთმა გადაარჩინა ჩვენი ეროვნული განძი, მეორემ გადაარჩინა საგალობლები და მესამემ გადაარჩინა ერის ღირსება და მადლობთ ღმერთს ამისთვის. კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით უახლოეს მომავალში ტაძრის ეზოში დედათა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტი ძალაში თვის ბოლომდე შევა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უცხოეთში მცხოვრები ქართველების სტატუსი განსაზღვრული არ არის. ახალი კანონპროექტის მიზანი კი სწორედ საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანების ურთიერთობების სამართლებრივი დარეგულირებაა. მათი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა და ამავე დროს საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციაა. კანონის ამოქმედების შემდგომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების სამოქალაქო რეესტრის დახმარებით სპეციალურ სტატუსის დამადასტურებელ მოწმობებს მიიღებენ. კანონპროექტის ავტორი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატია. ეს არის დიასპორულ სპეციალურ პროგრამებში მონაწილეობის მიღების უფლება, სპორტულ ეროვნულ ნაკრებებში მონაწილეობის უფლება, თუ ამას საერთაშორისო ფედერაცია არ გძალავს, ამა თუ იმ სპორტის და ძალიან ბევრი არის ესეთი სპორტი, სადაც შეეძლებათ მათ მონაწილეობის მიღება, ასევე განათლების უფლება, როგორც საშუალო, ესევე უმაღლესი განათლება იგივე პრივილეგიებით, როგორც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, ასევე უვიზო რეჟიმი მათთვის 30 დღის განმავლობაში. ასე რომ ვფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ ჩვენ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ბევრად უფრო გაუადვილდებათ საქართველოს ჩამოსვლა. უმაღლესი სასწავლებლების რექტორები უზენაეს სასამართლოში დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ. ახალი პროექტები უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ წარუდგინა. როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა აღნიშნა, იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და უზენაესი სასამართლოს ურთიერთთანამშრომლობა სამართლის სფეროს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
შეხვედრას თბილისში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ სტუდენტებისათვის ყოველი შაბათ-კვირას იმიტირებული პროცესების ჩასატარებლად ჩვენი სასამართლოს დარბაზები იქნება ღია. წინასწარი შეტყობინების შემდეგ ისინი მათ შეეძლებათ მოვიდნენ და იმუშაონ სასამართლო დარბაზებში პრაქტიკული უნარჩვევები განევითარონ ამით. მეორე შეთავაზება ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ თავაზობთ ვიზიტებს სასამართლოში არა მხოლოდ იურისტ სტუდენტებს, არამედ ჟურნალისტებს, სოციოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს, პოლიტოლოგიური ფაკულტეტების სტუდენტებს. ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი უკვე ძალიან მრავალი წელი თანამშრომლობს სასამართლოსთან და თავისთავად ჩვენი სტუდენტები გადიან აქ ბევრი მათგანი გადის აქ პრაქტიკას. და ის სიახლეები, რომელიც եղება უზენაეს სასამართლოში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იგივე ვიკითხეთ, რომ ჩვენი სასწავლო პროგრამები იყოს მოგებული იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში ტარდებოდა, თავისთავად ეს ბუნებრივია მომავალი თანამშრომლობაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ასევე თვითონ სასამართლოთაც. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა. მზის ენერგიაზე მომუშავე თანამედროვე წყალგამაცხელებელი სისტემებით, გამოსხივების ფოტოელექტრონული გარდამქმნელებით, სითბური ტურბოთი და გათბობის ჰიდრავლიკური სისტემებით აღჭურვილი ლაბორატორია შესაბამისი სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს მოემსახურება. კვლევით ცენტრში ასევე სხვადასხვა პროფილის ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებისა და პროფესიონალი ენერგეტიკოსების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიმართება. ლაბორატორია ტექნიკური უნივერსიტეტის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფონდისა და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. მხარეების განცხადებით, კვლევითი ცენტრი დარგის პოპულარიზაციასთან ერთად ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული ტექნოლოგიების დანერგვას შეუწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინჟინერს აქვს შესაძლებლობა, რომ პრაქტიკაზე გამოიყენოს ის ცოდნა, რომელსაც იღებს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პრაქტიკული ლაბორატორიები არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენი დახმარებით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ხერხის დახმარებით, ესეთი ლაბორატორიები შეიქმნა ენერგეტიკაში. დღეს და ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და ენერგეტიკის სწავლება, ანუ ის ინჟინერები, რომლებიც იმუშაობენ ენერგეტიკაში, პირდაპირ ნიშნავს ამ ხალხის დასაქმებას. საშუალებას გვაძლევს ამგვარი ლაბორატორიები, რომ დავზოგოთ ელექტროენერგიის სარჯვა დაახლოებით 35%, ეს არის ძალიან მაღალი მოჩვენებელი. საერთოდ სოფლიოში ეს პრობლემა არის ძალიან აქტუალური ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ის ასაც თქვენ ახლა უყურებთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამგვარი ლაბორატორია ჯერჯერობით ევროპაშიც არ არის. ეროვნულმა მუზეუმმა მე-9 ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენას უმასპინძლა. გამოფენის ფარგლებში ქართველი სტუდენტებისთვის მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების 14 უნივერსიტეტის პრეზენტაცია და სასწავლო პროგრამების გაცნობა. ახალგაზრდებმა, ვისაც ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელების სურვილი აქვთ, გაიგეს ყველა იმ საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის პირობების შესახებ, რომლებიც საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სასწავლებლების სტუდენტებს შორის ხორციელდება. გამოფენის ორგანიზატორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, საერთაშორისო განათლების ცენტრი და საინფორმაციო საგანმანათლებლო ცენტრი კვალი. აქ არის რამდენიმე უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ახლა არის 14 უნივერსიტეტი, ეს არის მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ციფრა. და ეს არის რეგიონული ღონისძიება, არის აქ თბილისში და აგრეთვე ბაქოში და ერევანში. და ეს არის კარგი ჩანსი თუ გნებავთ ამერიკაში სწავლა, აქ ბევრი ინფორმაცია არის უნივერსიტეტების შესახებ და აგრეთვე სხვადასხვა პროგრამების შესახებ. შემოდგომის ლეგენდა ამ სახელწოდებით სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი დაიწყო. ახალბედა პროზაიკოსებმა თავიანთი ნამუშევრები თვის ბოლომდე უნდა წარადგინონ. კონკურსის პირობები ორგანიზატორებმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თავად გააცნეს. შემოდგომის ლეგენდა 2 წლის განმავლობაში მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდებოდა. წელს პირველად კი პროექტში დედაქალაქში აკრედიტებული 9 უმაღლესი სასწავლებელი ჩაერთო. ორგანიზატორების განცხადებით პირველ ეტაპზე 15 საუკეთესო ნამუშევარი შეირჩევა. მეორე ტურის მონაწილეები კი 2 და 3 ნოემბერს ლოპოტას ტბაზე 8 საათის განმავლობაში საუკეთესო პროზაული ნაწარმოების შექმნას შეეცდებიან. გამარჯვებული სამეული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემიებითა და კომპანია ჯეოსელის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.
ყველა მსურველმა 9 უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლიდან უნდა გამოაგზავნოს ნაშრომი და შევსებული ანკეტა და მიიღოს მონაწილეობა ჩვენს კონკურსში. დღეს ჩვენ ვესტუმრეთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შეხვედრა გქონდა სტუდენტებთან, გავაცანით კონკურსის პირობები, მოუწოდებ ყველას, რომ მიიღოს მონაწილეობა აუცილებლად ამ კონკურსში. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი შეხვედრა, აუცილებლად ჩავერთვებით აღნიშნულ პროექტში, უკვე გაგზავნილია რამდენიმე სტუდენტის თემა და ამის გარდა ალბათ კიდევ გაიგზავნება საკმაოდ ბევრი სტუდენტის ნაშრომი და იმედი გვაქვს, რომ მარტო პირველ ტურში არა, გადავალთ მეორე ტურში და მოვიგებთ აღნიშნულ კონკურსს. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. ურშულა დოროშევსკამ მუდმივ მოქმედი გამოფენა ქართული ხელნაწერი წიგნი დაათვალიერა. საერო და სასულიერო ხელნაწერი წიგნების გაცნობის შემდეგ კი ელჩი შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ხელნაწერი წიგნის შექმნის პროცესს დაესწრო. წასვლის წინ პოლონელმა დიპლომატმა თავისი ემოციები შთაბეჭდილებების წიგნს გაუზიარა. ჩემი ქვეყანა მე-10 საუკუნეში ჩამოყალიბდა და ასეთი ძველი ხელნაწერები ჩვენ არ მეგვეპოვება. მე ყოველთვის აღმოვრთოვანებს ძველი ხელნაწერები, თანაც მშობლიურ ენაზე დაწერილი. ძალიან დიდ პატივს ვცემ საქართველოსა და მის კულტურას და მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები.